დილამშვიდობისა საქართველოს თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. გენდერული კვოტირების გაუქმებას დღეს დეპუტატების სესიაზე პირველი მოსმენით კენჭს უყრიან. საარჩევნო კოდექსში ცვლებაზე გუშინ დღის ბოლოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელად ამას მხარი დაუჭირა. კანპროექტის თანახმად პოლიტიკური პარტიები აღარ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. კანპროექტების ინიციატორი გირჩია, ცვლების წინააღმდეგია ოპოზიციის ნაწილი. ისინი აუქმებენ კვოტირებას და იმ მონაპოვარს, რომელიც საქართველოს თითოეული ქალისთვის ჰქონდათ პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების წევრ ქალებს. მე პირადად ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ინიციატივამ ვერ მიიღოს სათანადო მხარდაჭერა. იდეოლოგიურად ჩვენი გადაწყვეტიდან ქალ კაცი არიან თანაბრები უფლებრივად და არ შეიძლება ხელოვნური პრივილეგიების დაწესება. ამიტომ პრივილეგიები ამ შემთხვევაში კვოტირების სახით თუ იქნება გაუქმებული, ეს იქნება გათანაბრებისგან უფლებრივი გათანაბრებისგან გადმული ნაბიჯი. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული სტერეოტიპები რაც არსებობს დაიმსხვრეს, შევძელით და შემოვიღეთ კვოტირების საკითხი, თუმცა ჩვენ ხაზგასმით ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის დროებითი მექანიზმი და ეს დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს არის დისკრიმინაციული ასეთი რეგულაცია, თუმცა მისი დროებითობა ამართლებს ასეთი რეგულაციის არსებობას. როგორია საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ლარის კურსი და ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევები. ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრი მიდის. ლევან დავითაშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება. კანონმდებლებისთვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ უპასუხებს შეკითხვებსაც. ხატია დეკანოვი თამარ კორძაია კვლავ ნაციონალურ მოძრაობაში. რუსთავი ორის ინფორმაციით პარტიიდან ხმაური წასული პოლიტიკოსის დეკანოიდის უკან მიღების რჩევა ნაცმოძრაობას უცხოელმა პიარ კონსულტანტებმა მისცეს. კურიერის ცნობით სააკაშვილის გუნდში დაბრუნებას გეგმავს ყოფილი რესპუბლიკელი კორძაიაც. ამ ინფორმაციას არც ერთი მათგანი არ უარყოფს, თუმცა თემაზე უფრო მეტ საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ერთად უნდა დადგეს და ეს ნორმალურია. ისინი ყოველთვის ნაცების ორგანული ნაწილები იყვნენ და მათი პარტიაში დაბრუნება ლოგიკურია, თვლის მართველი გუნდი დეკანოიძესა და კორძაიაზე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დადგეს ერთად, რომ გადავწყვეტოთ ეს პარტიული განსხვავებები, პიროვნული განსხვავებები. აქ საუბარი არა გამარჯვების კოალიციაზე, არამედ როგორც თქვენ ამბობთ, ნაციონალურ მოძრაობაზე. ამ საკითხზე რა თქმა უნდა ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება უფრო მეტი იცოდნენ. ნებისმიერ კონფიგურაციას, ნებისმიერ გადანაწილებას ჯამი აქვს ერთი. ნაცი რჩება ნაცად. შესაბამისად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელი დაგვარების, სად გავდავლენ, სად გადმოვლენ, ვის შეუერთდებიან, ცალკე პარტიებად გამოვლენ. შინაარსი უცვლელი რჩება და ასევე უცვლელი დარჩება შედეგიც, რომელიც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისთვის ყველა არჩევნებზე მხოლოდ უარყოფითი დგება. მთავარ არხს მიღებული გრანტიდან გამომდინარე ფინანსების მიზნობრიობის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს მართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობა ამტკიცებს, რომ უცხოური გრანტების მიღება კონკრეტული ინტერესები დგას და ეს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და დიდი ოდენობით თანხის LGBT საკითხების ეგრეთ წოდებულ პროპაგანდაზე დახარჯვა. თემას გუშინ არხის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და პოლიტიკურ განცხადებებს გრანტთან დაკავშირებით დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა. მათივე განმარტებით გრანტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისთვისაა მიღებული. ამ არგუმენტს ეჭვით უყურებენ პოლიტიკოსები. გრანტი უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოებისათვის ყველაზე საუკეთესო მიზნების მიღწევას და ამ დროს ეს ყველაფერი არის ფაქტობრივად ფარული, გასაიდუმლოებული და საზოგადოებას უწევს, რომ იტყვიან შემთხვევიდან შემთხვევამდე იმის გაგება, თუ რას ხმარდება ესა თუ ის გრანტი. ბუნებაში არ არსებობს დაფინანსების მიღება მიზნობრიობის გარეშე. გამჟღავნდა ინფორმაცია, რომელიც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ნიკა გვარამიასა და პრაიდის კომუნიკაციის თაობაზე და კიდევ ერთხელ საზოგადოებას ხედავს, თუ რა დაფინანსება მიიღეს მათ, რას ემსახურება ეს ყველაფერი. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია თბილისში ჩამოასვენეს. საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 48 წლის ჭანია დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაში აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა აქტიური საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ 3 დღის შემდეგ შეძლეს. ჭანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან ომობდა. აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და ცხინვალშიც იბრძოდა. დაღუპულ მებრძოლს სოფელ განმუხურში სამხედრო პატევით აკრძალავენ.
სადაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ იქ იდგა თენგო აფხაზეთში სამაჩაბლოში და ეგრევე პირველი დღიდან ჩაერთო ომში და მოგედურებაში თენგო თანამედროვე ისტორიის თანამედროვე გმირია შეტაკება მოხდა დონეცკის ოლქში მოხდა ეს შეტაკება მარინკაში ჭორმა იმსხვერპლა ყოველ წერტილში თუ სადმე ქვეყანას გაუჭირდებოდა მუდამ ქვეყნის სადარაჯოზე იდგა ამიტომაც იყო ალბათ რომ ჩაერთო უკრაინის ომში სული აუცხო მიწაზე შენი ქვეყნის ღირსების დასაცავად რომ ეცემი მაგრამ ესეც დიდი გმირთა ხვედრია და ერთ-ერთი თანამედროვე ჩვენი დროის გმირია ცოცხალი გმირი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თერაპიული სეანსების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო თბილისის მერის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარესა და დეპუტატებთან ერთად. დედაქალაქის ხელმძღვანელობა მერის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის მომსახურე რეაბილიტაციის ცენტრში იმყოფებოდა. თერაპიულ სეანსებს თბილისის მერია 2400-მდე ბავშვს და მოზარდს უფინანსებს. ქალაქის მასშტაბით თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამაში არის 2000-ზე მეტი ბენეფიციარი და ჩვენთვის რა თქმა უნდა ეს არის მთავარი პრიორიტეტი რომ ხელი შეუწყოთ ბენეფიციარებს ერთის მხრივ მათი სოციალური ადაპტაცია და ასევე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუტიზმის მიმართულებით. როდესაც დავიწყეთ პროგრამა იყო სულ 2 ასეთი ცენტრი, დღეს არის უკვე 10. შესაბამისად წლიდან წლამდე ამერის პროგრამა მოიტანა ის რომ ხდება ახალი სერვის ცენტრების გაჩენა, ხდება ახალი სტანდარტით, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტს. ჩვენ გვყავს დაახლოებით სრულად 200-მდე ბენეფიციარი და აქედან მერის პროგრამაში ჩართული 100 ბენეფიციარი. ცენტრი შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის თერაპიების მიღება. ცენტრი აღჭურვილია სტანდარტების, ევროპული სტანდარტების მიხედვით. დღის ამბების ნახვა უფრო ვრცლად რუსთავი 2 ჯიზე შეგიძლიათ, მე კი ამით დროებით გემშვიდობებით ათამდე.